მოგესალმებით. ბიურო გავხსნათ და დღეს წესრიგი დავამტკიცოთ. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის 13-15 მაისის პლენარული სტომის კვირის დღის წესრიგი, იმიტომ ვამბობ 13-15 მაისს უსაუხას, რომ როგორც ბატონმა შალვამ გვაცნობა, გამოტოვებული დღე, დასვენების დღე. გადავა 15 მაისისკენ, ანუ 4 შაბათი, 5 შაბათი იქნება რა სხდომები. ალიკო. ესე იგი 4 შაბათი, 5 შაბათი სხდომები. და წინასწარ ვთქვათ უკვე რომ 4 შაბათს 12-15 დააყდება, იქნება ბიუროს სხდომა. განსახილველი საკითხები თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, ეს არის ორი კანონპროექტია პაკეტში. საქართველოს კანონის პროექტი ლოტარიების აზარტული მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ. აქაც ესეც არის ორ კანონპროექტიანი პაკეტი. მეორე არის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ შესაბამისად კანონში ცვლილებები დაგჭირდება. საქართველოს კანონის პროექტი ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონის პროექტი გვაქვს ასევე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში პროექტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და ასევე ცვლილებები შევიტანთ ზოგადი განათლების შესახებ კანონში. ეს არის თემები, რომელიც გამოაქვს ბატონ ზვიად გამისონიას. მეორე იგივე სათაურით არის ორ კანონპროექტიანი პაკეტი. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გვაქვს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის შექმნის შესახებ 2025 წლის 29 აპრილის დადგენილების ცვლილების შეტანის თაობაზე საგარეო კომიტეტი განეხილავს ამ საკითხს. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამას გადავცემთ როგორც წამყვან კომიტეტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და საავადმყოფოს რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტს და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს გვაქვს. ტყის კოდექსის ცვლილებების შესახებ ესეც პაკეტია, რომელიც ასევე მოიცავს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის პროექტს, გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრების შესახებ კანონის ცვლილებების პროექტს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს გადავცემთ, როგორც მიხვდით. საავადმყოფო არის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის განხილვები. კანონის პროექტი გვაქვს საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და თან ახლავს მას კანონპროექტები ასევე ცვლილებების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში საახსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში ბაჟის შესახებ კანონში და რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იქნება წამყვანი, საავადმყოფო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. ასევე წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიტანოთ და აქვე არის პაკეტის კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ცვლილებებს სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკლების შესახებ კანონში, გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებებს ასევე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა
კოდექსში ცვლილებებს წამყვანი იქნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. სავალდებულო განხილვა იქნება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ვალდებულება. საქართველოს კანონის პროექტი გვაქვს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე და აქაც აქ ინიციატორი გთხოვს დაჩქარებულ წესით განხილვას და მხარი დაუჭიროთ. და წამყვანი კომიტეტი განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი იქნება საქართველოს საზღვაო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. წამყვანი კომიტეტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. კანონის პროექტი გვაქვს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. კულტურის კომიტეტი არის წამყვანი. სავალდებულო კომიტეტებში გვიწერია ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი. ესეც დაჩქარებულია და ჯერ თქვენ თქვით ამარა. დიახ, ბატონო გიორგი, ვინაიდან წარმოადგენელი კანონ პროექტი უნდა იქნეს დაჩქარებული წესით განხილული, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ განიხილოს მხოლოდ ერთმა კომიტეტმა, ამ შემთხვევაში კულტურის კომიტეტმა, როგორც წამყვანმა კომიტეტმა. და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ ინიციატივას. ერთი წუთით. პრინციპში შესაძლებელია, იცით, ერთი თემაა, რომ აი ამ კომიტეტში ალბათ კოლეგები არ დაგზარდებიან და როდესაც განხილვა იქნება, შემოგერთდებიან, იმიტომ რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც მათ ჩართულობას საჭიროებს. არგუმენტი მნიშვნელოვანია, თქვენ რაც წარმოადგენთ და მხარი დაუჭიროთ. საორგანიზაციო კომიტეტები, საკითხები, კენჭი უნდა უყაროთ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და დამოუკიდებელ არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ენერგოომბუდსმენი ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშის განხილვის ვადის გადადებას გთხოვს ბატონი შოთა და დაუჭიროთ მხარი. დასამტკიცებელი გვაქვს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის წარდგენება საქართველოს პარლამენტის წევრის დავით დოლიძის საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში გაერთიანების შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფები და დაუჭიროთ მხარი. დავამტკიცეთ. ცნობად მივიღოთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების მომართვა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ ნიკა ელისაშვილის დიასპორის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ მივიღეთ ცნობა და ასევე ცნობად მივიღოთ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 25,000 ამომრჩეველის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფის წავიკითხავ აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი, კონსტანტინე ჩაჩიბაია იქნებიან დარეგისტრირებული აი ამ ინიციატივის განსახორციელებლად და ინფორმაციული გვაქვს ასევე ლობისტ ლევან ალაფიშვილის მიერ წარმოდგენილი ლობისტური საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 13 მუხლით გათვალისწინებული ანგარიში და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ 4 შაბათს 12:15 დააკლდება ამ ოთახში შევიკრიბებით ბატონი შალვას თავმჯდომარეობით. ბევრად ახურულია.